გამარჯობა ჩემო ძვირფასო გამომწერებო. ეს ერთი unboxing-ი გავაკეთეთ ამოქოების და მაგრამ ორი ამანათი ჩავმოვიდა და აი ამ ამანათის unboxing-საც დღესვე გავაკეთებ და შემდეგ დავამონტაჟებ და გიჩვენებთ. არ ვიცი რა თანამდებობით, რა თანამიმდევრობით დავდებ ჩემს სხვადასხვა რგოლებს, მაგრამ ერთ-ერთ რგოლში ჩავწერე დამონტაჟებული ჯერ არ მაქვს ვისაუბრე ჩიბუხებზეც. როდესაც მე მჭირდებოდა ჩიბუხის ყიდვა რაღაცები, ეს ინფორმაცია ძალიან მწირია ქართულ ბაზარზე ვიდეო ბლოგინგის თუ როგორ ქვია, თითქმის არ არის და მხოლოდ უცხოურ რუსულ საიტებზე და ბლოგერების ჩანაწერებს ნახულობდი, რომელიც ქართულ რეალობას რეალურად არ ასახავს. რა ტიპის საბაქო, რა ტიპის ჩიბუხები შევიძინო და ჩიბუხებთან დაკავშირებით მე მაშინ ვთქვი იმ როლიკში და ახლა გამოვიორებ და ვიტყვი რომ აუცილებლად უნდა შეიძინოთ მაღალი ხარისხის ბრიარის. აი არ არის აუცილებელი რაღაც 1000-ები და რაღაცები როგორც უბრალოდ მაღალი ხარისხის სასურველია სავინელის მეთქი, იმიტომ რომ იტალიური ფირმა სავინელი არის ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი. არ ვიცი ახლა მე ეს ვექტორი ვარ თუ არა, მაგრამ აი ესეთი არის ასის და ხარისხის კარგი კომბინაცია არის. და რა თქმა უნდა სავინელიც არის, იწება შეიძლება იშოვოთ სავინელი $60-70 და არის სავინელი $4000. ეს მხოლოდ ხელოვნების ნიმუშები არის და იმაში იხდით ხილსან რაღაც ცალობით არის ძალიან ისეთი რეალურად ხარისხი თვითონ ჩიბუხის სავინელი $70-იანი იქნება თუ $3000-იანი და თვითონ ჩიბუხის ხარისხი ისინი არ განსხვავდება ზუსტად ერთ-ერთი ხარისხის არის ის ძალიან ძვირიანიც და ეს იაფიანიც თუ იაფიანი არ არის. ამიტომ ხა ის საწყისი ჩამოვიდა შევიძინე რისთვის რომ კონდეს მუდმივად სატარებლად არ დამენანოს თუ გამიფუჭდება და ამივარდება რაღაცა ის საწყისი ფასო კატეგორიის ესეთი ხაზი გამოუშვეს სავინელი 1 ასე ქვია. ანუ ერთი ესე იგი აი იქიდან იწყება ეს არის ყველაზე იაფი სავინელი და იქ მე მგონი ეკონომია გაკეთებული აქვს შეფუთვაზეც და აი ესეც აკლებს პასტორები არ არის ძალიან იაფიანი და ხარისხი არა იაფიანია მაგრამ ხარისხია აი ეს მაშინ დავიწყე რაღაც შეფუთვაში გააკეთეს ეკონომია ესეთი მოყავს უჩერი ნახავ მივხვდი რა შეასაკო აი ესეთი მოყავს ხუთით სავინელი არ მოგივათ სავინელი მოგივათ აუცილებლად აი ესეთ საფირმო ყუთში მაშიც სხვა ჩიბუხია სხვა დროს გავაკეთოთ. იმიტომ რომ მაშიც არის მოთავსებული ყველა ის მოდიკა აუცილებლად ესეთი ლამაზი ბარხატის კისეტი თუ როგორ ქვია. და რა ტომარა რომელშიც ჩიბუხს მოათავსებ და არ დაგეკაცროთ რაღაცა. აი ესეთი რაღაცები ამას არ აქვს ეს ხუთი. თუმცა რა ეკონომია არის ხა მე რამოდენიმე სავინელს რო იყიდე ეს ხუთები უკვე გაქვთ თქვენ და საწაიღო და რა ვიცი. ეს საჭირო დიდი არ არის. კიდე ნამოვიღებ აი ესეთი საინტერესო კისეტია. შორაშორის ცალკე დავათვალიერე და ესეც ოთახში აი ესეთი ძალიან სიმპათიური თითქოს ჯინს ჩამოგავს ვიზუალურად მაგრამ ჯინსი არ არის პირიქით ესეთი ტენის გამძლე თუ როგორ ქვია აი წვიმაში ვარ დასრულდება ესეთი აჭერია ქურთუკებს მომზადებენ სავინელის ემბლემა აი ესეთი პატარა კისეტში ლიქით ძალიან კარგია როგორც ნუ ბუკლეტი გვაქვს ეს ყველა სავინელის აქვს და სავინელი ესეთი კარგი ბონუსია 3 საწმენდი ჩხირი მოყვება ადაპტორი ეს არის 6 მმ-იან ფილტრი ეს სავინელი და ეს არის ადაპტორი რომელსაც ჩადებთ ფილტრის მაგრამ და შეგიძლიათ ადაპტორის ამ ადაპტორით უკვე ფილტრის გარეშე მოწიოთ და ძალიან კიდე კარგი ბონუსი ტამპერი სამფეხა ტამპერი წარმოიდგინე რაღაც კომპლექტში მათი არა საკმაოდ კარგი მეტალია ეხა 4 და $6-თან $10-თაც რო იყიდით იმაზე კარგი ხარისხის არის ეს ტამპერი
ბრენდი, ეს სამფეხა მოყვა. ძალიან კარგი, აი რატო გეუბნებით დამწყებისთვის არის, ფაქტობრივად ყველაფერი აუცილებელი და თავარია სტეორი სავინელი. აი ეს მოყვა ეს რეზინის ზეთვე უკეთია. რესო რეზინის ეკბილებისგან რო შტოკი დაიცო, ზოგი ხმარო, ზოგი არა, მე ვხმარო. ზოგიერთ ძერფას ჩებოშე ეს სპეციალური რეზინის. სავინელი. თქო უნდა ბრიარი. ხალთაშუა ზღვის ბრიარი, სავინელის ემბლემა და მუნდშტუკი არ არის პლასმასის, ეს არის ნამდვილი აკრილი. და სავარაუდოდ ფილტრი იქნება 6 მმ-იანი, კი, 6 მმ-იანი ბალსას ფილტრია ესეთი. ძალიან სუბუქი. ქახალდებით სუბუქი. ხის ფილტრი. ბრიარის არის კლასიკური, აი სწორი, ბილიარდს რო ეძახიან, აი ესეთი ფორმის, ყველას გირჩევთ, აი ესეთი ჩიბუხით დაიწყოთ. საკმაოდ სუბუქია, מאוד ხარისხიანია. და ყველაფერი აქვს, რაც უცებ პირველად სჭირდებათ. აი სტამპერი, ეს ფუნქცია არის. თუმცა ეწევით აი ამით და სტამპერით აღგებლით. თუ გადატენილი არის ჩიბუხი და ძალიან გაჭედილია, ამით ცოტას გააფხვიერებთ. გაწმენდის დროს ამით შეიძლება, გაწმენდის დროს აი ამას მოიხმარებთ. აი ამით ამოწმინდავთ ზედმეტ დახშირს ან ამწვავს. მე ძალიან ნაზად და ჩიბუხი არ უნდა დაგიზიანოთ. უბრალოდ თუ ამ ჩიბუხით დაიწყებთ, ძალიან კარგი იქნება. ხა წინ მელოდება ამ ჩიბუხის გამოწვა. ჩიბუხის გამოწვა კიდე ეს ცალკე თემა არის. ჩიბუხი ფაქტიურად სანამ არ გამოიწვება, იქნება რომ ჩიბუხი მანამდე არ დაბადებულა, ეს არ არის ჩიბუხი, ეს არ მოგცემს იმ გემოს და იმ არომატს, რასაც იძლევა ჩიბუხი სანამ არ გამოიწვება. გამოიწვება ერთი მინიმუმ 15, 20, 30 მოწევა მაინც სჭირდება და უნდა გამოიწვას მაგალითად ან სუფთა ვირჯინიით ახერხებ ამის გამოწვას, ან ამბობენ რომ დასავლეთში რომ და ამერიკაში მეტესობა ბერლით გამოწვავს, არის სუფთა ბერლით, აი მაგალითად აი health-it, ან servolterით, ან ცალკე თუ იშოვით და ცალკე გამოიწერთ ცალკე ბერლის. აი იმით რომ გამოიწვება უკვე ჩიბუხი და ნამწვავს გაიკეთებს. მწვავს გაიკეთებ თავისას, უკვე სხვა არომატი და გამოიქნება, მე უკვე შეგიძლიათ ნებისმიერ მოწვევთ, არამც არ დაიწყოთ არომატიკით. ეხლა გადავწყვიტავთ, ან არ ვიცი, ეხლა ეს ჩიბუხი რისთვის მექნება. ყველი ნაზავების მოსაწევად. შეიძლება ძირითადად სელვორტერის და ეს ბერლისთვის მქონდეს და რაღაცები შეურივი არომატიკებიც კი მოგწიო შეიძლება ამაში. შევეცდები ეს ვაქცია უფრო ესეთ მუშა ჩიბუხად. ეს წაღება, სადაც შეგენანება და შევხედოთ, ნახოთ რა ბიჭი იქნება და შემდეგ. რა შეიძლება ახლა ითქვას აი ამ ჩიბუხზე. რატო მეგირჩევთ, ეს არ არის არანაირი რეკლამა, მე თავად ამას ყველაფერს ვყიდულობ, არავინ არ მაწვდის, არავინ არ ჩუქნის ამას, არავინ არ თხოვს ამის რეკლამის გაკეთებას. უბრალოდ სავინელი ჯერთი ეს არის ფირმა, რომელიც 1876 წლიდან არის ბაზარზე და არის ხარისხის და ელეგანტურობის ყველაფერი შეგიძლიათ ვიდეოები მოიძიოთ მის სავინელის ოფიციალურ საიტზე. ჩიბუხის მწებელს ერთი სავინელი მაინც უნდა კონდეს კოლექციაში და უმეტესობა საერთოდ არ ჭირს. მე ახლა ბევრი კარგი ჩიბუხი მაქვს, მაგრამ მაქვს რამოდენიმე სავინელის ჩიბუხი და ჩემთვის ისინი არიან, რაც ერთი საუკეთესო ჩიბუხი. მხოლოდ ჩემი აზრით პეტერსონი უწევს კონკურენციას მას. ეს აი ამ ფასის კატეგორიაში ავტორი ახლა დანიელის ჩიბუხს ამობენ, ჩიბუხი არ ჯობია მსოფლიოში. მაგრამ ის არის უკვე
სხვა კლასის მაიბახია, ეს Mercedes-ზე და BMW-ზე გისაუბრები რა ხოლმე. იმისთვის რომ მიიღოთ მაქსიმალურ სიამოვნებას, სავინელი და პეტერსონი აბსოლუტურად საკმარისია. ხო, რა არის, აუცილებლად უნდა იყოს ბრიარისგან, სავინელი მხოლოდ ბრიარისგან უშვებს, ბრიარი ეს არის ველური შინდის ჯიში, რომლის ფესვზე გაკეთებული კოჟრი გამზადდება აი ეს ნაცელი ჩიბუხის. და ბევრი დაწერილი თქვენც მოიძიებთ რა არის ეს ბრიარი, ამას აქვს თავისი უნიკალური თვისება, აი ამ ხეს ეს კოჟრი უბრალოდ იწევს უამრავ ნიადაგისგან ღებულობს უამრავ მინერალებს იწოვს და როდესაც შემდეგ იწყება ეს გვალვების პერიოდი მთელი ამ ხის განმავლობაში ეს აწვდის აი ამ მინერალებს. ამიტომ ეს თვისება რო აქვს აი ამ კოჟს შეიწოვოს მინერალები. თამბაქოს მოწევის დროს ყველაფერი ის გამონაყოფი რაც არის აი ტენიანი ნამწვავი და ეს ყველაფერი ამას ყველაფერს იწოვს. ბრიარი და მხოლოდ ორიგინალურ ნაღდი თამბაქოს გემოს ტოვებს და ანუ თამბაქო არს არ უცვლის გემოს, იმიტომ რომ სხვა ხის ჩიბუხებს აუცილებლად აქვს ხის წვის და ეს ხის წვის გემო დაყვება და უკვე თამბაქოს უცვლის თავის ემას. ანუ ბრიარი არის ნომერ პირველი. საერთოდ ამობენ რომ ეს არის ველური შინდის ბუჩქი როგორც გითხარით, სოფლიოში ძალიან ცოტა ადგილას ხარობს და აი კარგი ჩიბუხის წარმოებისთვის ფაქტურად გამოუსადეგარია სხვაგან მოყვანილი და უბრალოდ ნაპოვნი ბრიარი ყველაზე მაღალი ხარისხის ითვლება ხმელთაშუა ზღვის, ანუ იტალიაში, მხოლოდ იტალიაში და რაღაც საბერძნეთის რაღაც ნაწილში არის ბონი კიდე. იქ მოპოვებული ბრიარი და შოტლანდიური ბრიარი. შოტლანდიური ბრიარი ცოტათი ჩამოუვარდება ხმელთაშუა ზღვისას, მაგრამ აი ესეც არის კარგი. დანარჩენი არაფრად არ ვარ გავა. გარდა ამისა, როგორც გითხარით, ეს არ არის პლასმასი, არის მუნშტოკი, არის ნამდვილი აკრილი, ან პლასმასის რო ცხელდება, ესეც რაღაც თავისებურ გემოს აძლევს და არც ჯანმრთელობისთვის არის ძალიან კარგი, ეს არის სუფთა აკრილი, რომელიც თერმულად არ იცვლის არანაირად ამის ფუნქციას თუ ფორმულას შეშენდა. გარდა ამისა, ლამაზი, ელეგანტური და წლები აკეთებენ უკვე საუკუნეზე მეტია. rất კარგი ჩიბუხია. ძევ რეკომენდაციას. როგორც გითხარით, სავინელი და პეტერსონი და ასეთი ფირმები რაღაცას რო გამოუშვებენ ერთ ხაზს, შემდეგ იმას არ იმეორებენ. აი ეს გამოუშვეს, გააკეთეს, თითქოს ეკონომია გააკეთეს, არ ვიცი, მე ეკონომიას არ ვიძახის, ხათაშორის ძალიან კარგი ისაა, იმიტომ რომ ცალკე უნდა შეიძინოთ ჩიბუხის ჩასადები რო არ დაგიზიანდეს, ცალკე უნდა შეიძინო ეს სამფეხა, ესენიც გაქვთ შესაძენი ჭირების, აი ესე პირველ ჯერისთვის ყველაფერი არის თითქოს. აი ამ სხვა ჩიბუხისთვისაც გამოიყენებთ ამასადმე სამგზავროს, მაგალითად სხვა ჩიბუხის ჩადებთ. ამაში შეგნით ხო ძალიან კარგად აქვს. როდესაც გაყოფილება აქვს აი ამ ტამპერის ჩასადებას, აი ამ გასაწმენდ ჭირებს, აუცილებლად უნდა გქონდეს 2-3 წელი თან. და ჩიბუხს რომ მოწევთ, ნახევარი საათის განმავლობაში აუცილებლად უნდა გაიწმინდეს ჩიბუხი, აი ტამპერი, აი ესე, აქვე ჩადებთ სანთებელასაც. აი ესე ჩიბუხს ესე ლამაზად მოათავსებთ. ახურავთ, ეს ჯიბეში ისე ჩაიდებთ, ჩანთაში ჩაიდებთ, რომ არ ინერვირებთ, რომ არ დაგიზიანოთ. მე რა მინდოდა მეთქვა. გონი ყველაფერი უკვე თქვი. შეიძინეთ მაღალი ხარისხის ჩიბუხი, შეიძინეთ მაღალი ხარისხის თამბაქო და ისე ამოვნეთ.